თუ ჩემი სიტყვები, რომლებსაც ეხლა გაიგებ, შენს აზროვნებას და შეხედულებას ემთხვევა, გილოცავ. შენ სწორად და საღად აზროვნებ. ის ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს შენს გვერდით, ეხლა, უწინ ან მომავალში, აუცილებლად უნდა იყოს შენი სულიერი მეორე ნახევარი. ყველა ურთიერთობა, რომელიც ამოწურვადია, ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება და ეს იქნება ტყუილში ცხოვრება. ადამიანი სულიერად უნდა გავსებდეს, სულიერად უნდა გიგებდეს მთელი თავისი არსებით. ვიზუალი ყოველთვის ადრე თუ გვიან შეიცვლება ასაკთან ერთად და ეს რა თქმა უნდა გაქრება, მაგრამ სულიერება და სულიერი სიყვარული, რაც ორ ადამიანს შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს, ეს ყველაზე ძვირფასია, რაც შეიძლება ადამიანმა იპოვოს შენ სიცოცხლეში. მეორე ნახევარი, რომელიც გაგიგებს სულით ხორცამდე. ეყარები ისეთი, როგორიც ხარ და მიგიღებს ისეც, როგორიც ხარ. არ მოინდომებს შენ შეცვლას არანაირად. იტყვი რომ რთულია ეგეთი ადამიანის პოვნა, რა თქმა უნდა რთულია. ადვილი არაფერი არ არის. უნდა ეძებო, ბევრჯერ უნდა გეტკინოს გული, რომ აი ზუსტად იმ ადამიანს როცა იპოვი და იმ ადამიანსაც თუ ნატკენი აქვს გული ბევრჯერ ცხოვრებისეულად, შენ აუცილებლად დაგაფასებს და გაგიგებს. აღარ მოისურვებ ამ ურთიერთობის დაკარგვას და ამნაირი ადამიანის დაკარგვას, იმიტომ რომ ამნაირი ადამიანს, ქალი იქნება თუ კაცი არ აქვს მნიშვნელობა, თავიდანვე შეატყობ და იგრძნობ. მის სულიერებას იგრძნობ სიცოცხლეში. ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩვენს გარშემო, რომლებიც იტანჯებიან და ცხოვრობენ ისეთი ურთიერთობით, რომელიც განწირული არის. წლები უძლებენ იმას, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ყოფი, ცოლი თუ ქმარი არ აქვს მნიშვნელობა, არ არის უბრალოდ მისი მეორე ნახევარი სულიერი ის ადამიანი, ვისაც ეძებდა, მაგრამ რაღაცეების გამო იძულებულები არიანო ეს ყველაფერი აიტანონ. მაგრამ სულის სიღრმეში და გონებაში ძალიან კარგად იცი და ხვდები, რომ ეს სიმართლეა. ვინც მოისმენს ამას და გაიაზრებს, ვიზეც არის საუბარი, ყველა თავის თავს დაინახავს აქ. ვინც მარტო სულად გზნობს თავს, ხო? ყველა მიხვდება ამას, რასაც ახლა მე ვიძახი. ამიტომაც, რომ არ იტანჯოთ იმ ადამიანებს მიმართავ, ვინც ფიქრობთ და ეძებთ თქვენს სულიერ მეორე ნახევარს, პირველ რიგში თქვენი თავი იპოვეთ და დააფასეთ, მეორე რიგში, როდესაც იპოვით და დააფასეთ თქვენ თავს, აუცილებლად გამოჩნდება ცხოვრებაშიც ის ადამიანი, ვინც თქვენ დაგაფასებთ, ეყვარებით და მიგიღებთ. თავარია, რომ ამის რწმენა გქონდეს შენს თავში, რომ ადრე თუ გვიან იპოვი იმ ადამიანს. იმიტომ რომ შენ უკვე უნდა იცოდე და ანცხოვებდე, ვინ როგორია, რანაირია, რა სულის არის, რა ხორცის არის და ასე შემდეგ. ადამიანი უნდა ამოიცნო მისი ყველაფრით. ცხოვრება მაგიტო გიწყობს ყველანაირ განსაცდელს, რომ შენ დაგაჭკვიანოს და გაგზარდოს, მიგიყვანოს იმ დონემდე, რომ შენ არჩევანის გაკეთების დროს უკვე იყო ჭკვიანი. ასე რომ როდესაც იპოვით ეგეთ ადამიანს, გაუფრთხილდით და დააფასეთ, არასდროს არ დაკარგოთ სიცოცხლის ბოლომდე. წარმატებებს გისურვებთ.